არიან თუ არა თანამდებობისთვის შეუფერებლები ის ადამიანები, ვინც დავით ნარმანიამ თბილისის მერიაში მაღალ თანამდებობებზე დაასაქმა. ნარმანიას ყოფილ პოლიტიკურ ოპონენტს პრეტენზიები აქვს 5 მაღალ ჩინოსანთან და მათ ნასამართლეობას ახსენებს. ერთ-ერთი მათგანი გელა ჩივიაშვილი, რომელიც მერიის სოციალური მომსახურების და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსია, ნაციონალების დროს მართლაც გაასამართლეს. თუმცა მისი ბრალი დღემდე დამტკიცებული არ არის, მაგრამ ნიკოლოზ მელია ამ ადამიანებს მაინც ერჩის. ფინანსური დამაშავებისთვის ორჯერ გასამართლებული საბურთალოს გამგეობის აპარატის უფროსი ბატონი კახა გავაშელი, ფინანსური დამაშავებისთვის გასამართლებული მერიის სოციალური სამსახურის უფროსი ბატონი გელა ჩივიაშვილი, მუნიციპალიტეტის უფროსი ნაძალადების რაიონის ბატონი ვასილ ბექაური, ვასილ ხორავა, მერიის შპს-ის სინათლის ქალაქის ხელმძღვანელი. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ ამ ადამიანებს მათი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე თანამდებობებზე მუშაობის მორალური უფლება არ აქვთ. თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა დღეს ვასილ ხორავას, გელა ჩივიაშვილს, კახა გავაშელს, ალექსანდრე სთანაძეს და ვასილ ბექაურს წარსული თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან შეახსენა. ეს გახავთ სწორედ ის ხალხი, ვინც ახორციელებს ზეწოლას სხვა თანამშრომლებზე, რომ მათ დატოვონ თავიანთი თანამდებობები. მე ვფიქრობ, ეს არის სირცხვილი მერიის და სირცხვილი სრულიად დედაქალაქის თბილისის. ნაციონალური მოძრაობის წევრებს განსაკუთრებული პრეტენზია თბილისის მერიის სოციალური მომსახურების და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის მიმართ აქვთ. როდესაც სოციალურად დაუცველი პირების თანხის გაფლანგვაში მშავრდებული ადამიანი, რომელიც აღიარა ეს დანაშაული, თავად ინიშნება სოციალურად დაუცველი პირების ზრუნველ ადამიანად ქალაქში. რა თქმა უნდა, ეს უკვე დიდი პრობლემაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვეპარება აქედან გამომდინარე, რომ ბატონი გელა შეძლებს როდისმე ამ ქალაქში სოციალურ დაუცველებზე იზრუნოს. მე ჩემი საქმე მაქვს, ჩემს საქმეს ვაკეთებ ფაქტა, ჩემი აზრით მე მგონი რაც ისე ცუდად და ეთყობა ეს იწვევს მათში მათ გაღიზიანებას და საზოგადოებისთვის გელა ჩივიაშვილის სახელი ცნობილი 2011 წელს გახდა. მაშინ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ ჩივიაშვილი მის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მითვისების ბრალდებით დააკავა. ჩივიაშვილი მაშინაც აცხადებდა და ახლაც დარწმუნებულია, რომ უსამართლოდ დააკავეს. ბევრი დაიწერა, ბევრი გადაცემა გაკეთდა, მათ შორის ჩვენს მიერ მოკვლეული იქნა დოკუმენტები, რომელიც თავიდან ბოლომდე ადასტურებდა ჩვენს უდანაშაულობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ეხლა ენას ძვალი არ აქვს და იმ ცინიზმს, რასაც ეწევიან ის ადამიანები, ვინც პირველ რიგში არიან დამნაშავეები, უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჩასმის გამო. დაკავებიდან მალევე გელა ჩივიაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და მხოლოდ 2 წლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდეს. მოგვიანებით ამ თემაზე საგამოძიებო რეპორტაჟი სტუდია GNS-მა მოამზადა. დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ფინანსურმა პოლიციამ დაკავებულ პირებს ბრალი ბენეფიციარებისათვის პოლისების დარიგების პროცესზე არასათანადო ზედამხედველობის გამო წაუყენა. სინამდვილეში კი პოლისების დარიგებაზე ზედამხედველობის მონიტორინგი უწყებათა შორის კომისიას ევალებოდა, რომელსაც ჯანდაცვის ექს-მინისტრი ანდრია ურუშაძე ხელმძღვანელობდა. ანდრია ურუშაძე დაკავებულის უდანაშაულობაში დარწმუნებული რომ იყო, მაშინვე განაცხადა. მე ვფიქრობ, რომ მათ სახელმწიფო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით არაფერი დანაშაული არ მეუღია. სასამართლო გადაწყვეტილებაში არანაირი პუნქტი მუხლი არ არის მითითებული, რომელიც ადასტურებდა ჩემი და ჩემი მაშინდელი თანამოაზრეების და რა თქმა უნდა მეგობრების უდანაშაულობას ამტკიცებდა. ნაციონალური მოძრაობის ბრალდებას თბილისის მერიამ საგანგებო განცხადებით დღის ბოლოს უპასუხა და დოკუმენტაციაც გაავრცელა, რომელიც დედაქალაქის მერიის განმარტებით ადასტურებს, რომ საუბარი ვაჟა გავაშელის, ვაჟა ბექაურის და გელა ჩივიაშვილის ნასამართლეობის შესახებ სიცრუეა. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მერიის ადმინისტრაციისა და საქალაქო სამსახურების ახალი ხელმძღვანელები 2 აგვისტოს წარადგინა. მათ შორის იყო გელა ჩივიაშვილი, რომელიც თბილისის მერიაში სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტზე თბილისის საკრებულომ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.